ქართველი ყველა არის ღმერთი და ლიდერი. რა შაპარაკობთ, რომ ერთსულოვნება მან არ არსებობს. რასა ყველა ბრძენია. ყველა ბრძენია რა. აი რატომ ეტოვა პატრიოტ ალიანსი ძალიან ბევრმა. აი იგივე ნიკოლოზ შავანაძე, მერაბ ჭიქაშვილმა, ვაჟა უთარაშვილი არა ჩანს პროგრამა აღარ აქვს. ანიკ იკანაძე, გიორგი კასარაძემ. რატო არ გვეუბნებიან? სოსო მანჯავიძემ, სოსო ზაალიშვილმა. რატო? აი რატო მიატოვეს რა? თამთა როგავამ. სადა კაცო მითხარით რა ტიპები ხართ ვაფშე რა? თქვენ ხო ამოუღეთ ადრე რა, აი დარბოდნენ ჭაკიცხენებივით. ეხლა სუცალცალკი არის, იმას სეზონტინები მიყავს ჭაჭყანში. და თუ გინება უნდა, აბა გრიშა ბატონო მოდი ვაგინოთ და თვითონ იცედის დებილივით. და წაიღო ტვინი ამან რუსეთით, კაცო, ესეთი რამე არ შეიძლება რა. არა რა, ეს რუსეთი არ არის ღმერთი რა, გაჩერდი რა. ხსნას ეს შობელზაღლი რუსეთში ეძებს. მეორე ნაწილი ხსნას ევროპაში ეძებს. რა ხალხი ხართ გამაგებინებთ ნაკურთხ ქვეყნიდან მხსნელს უკურთხებელი ქვეყნიდან ეძებთ? ახლა წავიდა ის დრო, გამიგე? 15 ძუძუ რო ქონდა რუსებს და წოვდნენ ეს რესპუბლიკები, გამოშრეს და გამოაყვიცეს რუსები და როგორც გამძღარი ტყიპა ჩამოვარდება, რო გაძღება კარგად, ტილი მოშორდება, ცხოველს ისე ჩამოიშორა ეს რესპუბლიკები რუსებმა. და გონია თქვენ შეგიტენით? წორველა თქვენ გინდათ? პარაზიტთან საქმეს დაიჭერთ. თქვენ მშრომელი და ორი უსაქმური სახში რო გყავთ, თან სამი. ნერვებს არ აგიშლით? არ აგიშლით, ნერვებს ხართერზოზე როა წამოსვლა, თან სიბრძნეებიც ფრქვევას რო იწყებს. თქვენ კიდე გათავებული მოდიხართ სამსახურიდან გამიგე და ეს კიდე იცი თან გეშაყირებათ. უსაქმურობა არ არის საქართველოში. ყველა ტელემუშაკი უსაქმურია. არ არის ესე? ჰა? თუ ისინი არიან ისე სიბრძნის განსახიერებები. აი როგორ ჩანაგდება საქართველო როგორც სახელმწიფო. აი დემოკრატია ჩვენი მტერია. საქართველოს სახელმწიფოს მტერი დემოკრატია არის. იმიტომ რომ ვერ შეხვდა ამას მომზადებული ინტელექტუალურად ერი და მას კომუნისტური ცნობიერებით შეხვდნენ და კომუნისტური ცნობიერება ხარბი იყო, აკრძალებოდა კერძო საკუთრება და ამ ხარბა კომუნისტებმა კაპიტალის საერთო დოვლათი მიითვისეს, გაინაწილეს ქოცებმა, ნაცებმა და სხვებს უთხრეს დაახვიეთ და წადით საზღვარგარეთ. სამუშაოდ, ვირებივით. და ასე გადაყარეს ხალხი, მათხოვრებად აქციეს და სულის ხნისათვის მღვდელიც დაადევნეს. ხსნის რა მოგახსოვნა სულის გასაძვრობად მღვდელი აუცილებელი. ამას ეშველება რამე? როგორც ეგინე სიტყვენ. გვეშველება რამე კაცო? რაშია საქმე, ჰა? ოხ თქვენი. ზიანი, ეს რო არის კიდე პოსტების ბოთე, რამიშვილი. როდემდე იშაყირეს ეს თავგასიებული მატა. როდემდე იქნება ქოცების უკანარში. აი ქოცების დიდ უკანარში არის შეტენილი რა, არცას ცხვენიათ რა, უნამუსოებს ამას. ეს უნამუსო ესა. მხოლოდ კუჭის გადარჩენისთვის შეიძლება ესეთი პრასტიტუტკა იყო? მარტო ის კი არა, ამას აი მეძავი ქალი უფრო მირჩევნია ასეთ ინტელექტუალურ პრასტიტუტკებს. ყველაზე საშინელება ინტელექტუალური კურტიზანობა და გათახსირებულობა. რომ ეტენებით ერთმანეს თქვენ შობელზაღლა ღადაობთ აქა. დაჯდები და გადაცემა ღადაობა არის? რა ვერ ახედათ რომ ქვეყანა რა დღეშია თქვენ შობელზაღლებო თქვენა, ჰა? გადაყრილი რო ყავს 20 და 30 წლებით ეს ხალხი. თქვენი დამსახურება არ არის? და მან კიდე ახალგაზრდები კიდე ნარკოტიკებით რო გაჭყიპეთ თქვენი ყველაფერი. აი დემოკრატია პირდაპირ ქართველების გასანადგურებელი პოლიტიკური ფორმა არის ძალაუფლებისა. და აღარ არის თურმე ეს არ ვიცოდი თუ ეს მეგრელიც ყოფილა ბიძინაიმაში და სვანიც. ჩემო მეგრელებო, ჩემო სვანებო. ეს დებილი, ეს დიშოკა დაწერილი, იმდენად დებილი არის. ქორწფელი საუბარის არჩეულია, დაჩხაპნის გარეშე არ შეგიძლია გულიდან ის ამოვიდეს და არა ვიღაცის დაწერილი სისულელეები, თლიანად ზღაპრები. რა არის გამოთაყვანებულებს ელაპარაკები, შეურაცხყოფა მეყენეს სვანებს, ესეთ დებილები არიან შენი მსმენელები, რომ აღა ევროპაში პირველ ადგილზე ხარ, ჩემის გადარეკილი და თუ პირველ ადგილზე ხარ ევროპაში, რა სეტენები ევროპას ის შემოგვეტენო საკით. და მსოფლიოში თუ მეხუთე და მე-10 ადგილზე, რაში? გამოსირებაში კი. გამოსირებაში, გამოიმნაირებაში პირველ ადგილზე ევროპაში, აბა რა? შეიძლება წყნარად ამაზე ლაპარაკი რა ვქნება, შეიძლება?